ტექნოლოგიურ სექტორში ერთი დეკადა ზოგჯერ მთელ ეპოქას გავს და ტექნოლოგიებში 10 წლის წინ კომპანიები აქტიურად ზრუნავდნენ იმაზე, რომ მათ რიგებში მეტი ქალი შესულიყო. მეცნიერებისა და ინჟინერიის სფეროში ბევრმა იცის, რომ ქალებს ტექნოლოგიებში წარმატების მიღწევის მხოლოდ პოტენციალი კი არ აქვთ. კომპიუტერული ტექნოლოგიების პიონერმა ქალებმა უკვე დაამტკიცეს საკუთარი ფასეულობა იმ წვლილით, რომელიც ბოლო საუკუნის განმავლობაში ამ ინდუსტრიაში შეიტანეს. ისტორიის განმავლობაში ბევრი ქალი ლიდერობდა ტექნოლოგიების სამყაროში. კომუნიკაციების ტექნოლოგიების შექმნიდან დაწყებული თანამედროვე პროგრამირების ენების საფუძვლების ჩაყრით გაგრძელებული მდგრადი ტექნოლოგიური ინოვაციებითა და პროგრამული ინჟინერიით დასრულებული მათ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს იმ გარემოს ჩამოყალიბებაში, რომელშიც დღეს მუშაობთ. დღევანდელ სიუჟეტში იმ გამორჩეულ ქალებზე მოგიყვებით, რომელთა წვლილმაც ტექნოლოგიებში სამყარო შეცვალა. ადა ლავლეისი, მსოფლიოს პირველი კომპიუტერული პროგრამისტი. ადა იყო ლორდ ბაირონისა და ანა იზაბელა ბაირონის ქალიშვილი. მისი მათემატიკური ნიჭი ადრეული ასაკიდანვე გამოიკვეთა, ხოლო მანქანებისადმი ინტერესმა და უნარებმა ჩარლზ ბებიჯთან თანამშრომლობამდე მიიყვანა. ბებიჯი იყო ანალიტიკური ძრავის გამომგონებელი, რთული მოწყობილობის, რომელიც რეალურად არასოდეს აშენებულა, თუმცა თანამედროვე კომპიუტერის ელემენტებს გავდა. ამ პროექტზე მუშაობის შედეგად ადას ხშირად მსოფლიოს პირველ პროგრამისტს უწოდებენ. სწორედ ლავლეისის ჩანაწერები ანალიტიკურ ძრავაზე გახდა შთაგონების წყარო ალან ტურინგისთვის 1940-იან წლებში პირველი თანამედროვე კომპიუტერის შექმნისას. გრეის ჰოპერი, გამორჩეული კომპიუტერული მეცნიერი. ტექნოლოგიურ სამყაროში უაღრესად ცნობილი გრეის ჰოპერი იყო გამორჩეული კომპიუტერული მეცნიერი და ერთ-ერთი პირველი პროგრამისტი, ვინც ჰარვარდ მარკ 1-ზე მუშაობდა. მისმა საქმიანობამ ხელი შეუწყო ქობოლის შექმნას, ადრეული პროგრამირების ენის, რომელიც დღემდე გამოიყენება. 1947 წელს მან ისტორიაში პირველი რეალური კომპიუტერული ბაგი დააფიქსირა. ჰედი ლამარი, Wi-Fi-ის გამომგონებელი. ჰედი ლამარი თვითნასწავლი გამომგონებელი და მსახიობი იყო. 1942 წელს მას მიენიჭა პატენტი საიდუმლო საკომუნიკაციო სისტემისთვის, რომელიც კომპოზიტორ ჯორჯ ანთეილთან ერთად შექმნა. ეს სიხშირეების ცვალებადი სისტემა თავდაპირველად ომის დროს რადიომართვადი ტორპედოების გადასატყუებლად იყო განკუთვნილი, თუმცა მოგვიანებით შთაგონების წყაროდ იქცა Wi-Fi, GPS და Bluetooth ტექნოლოგიებისთვის. ენი ისლი, NASA-ს სარაკეტო მეცნიერი. ენი ისლი იყო NASA-ს სარაკეტო მეცნიერი და STEM სფეროში გენდერული და რასობრივი მრავალფეროვნების პიონერი. სამსახურში მიღებისას ის ლაბორატორიაში მხოლოდ 4 შავკანიანი თანამშრომლიდან ერთ-ერთი იყო. 34 წლის შემდეგ მას უკვე მრავალ პროგრამაში ჰქონდა შეტანილი წვლილი, როგორც კომპიუტერულ მეცნიერს, უამრავი ადამიანი შთააგონა საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობით და ბარიერები დაანგრია, როგორც თანასწორი დასაქმების მრჩეველმა. მისი მნიშვნელოვანი საქმიანობა Center Rocket პროექტზე საფუძვლად დაედო მომავალში კოსმოსური შატლების გაშვებას. მერი უილკსი, პირველი სახლის კომპიუტერის მომხმარებელი. მერი უილკსი ყოფილი პროგრამისტი და ლოგიკური დიზაინერია. ის ყველაზე მეტად ცნობილია ლინკის პროგრამული უზრუნველყოფის შექმნით, ერთ-ერთი პირველი ინტერაქტიული პერსონალური კომპიუტერული სისტემისთვის. 1965 წელს სახლში ლინკის გამოყენებით ის ისტორიაში პირველი სახლის კომპიუტერის მომხმარებელი გახდა. ადელ გოლდბერგი, GUI შთაგონება. ადელ გოლდბერგი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო პროგრამირების ენა Smalltalk 80-ის განვითარებაში, რომელმაც პირველი Apple-ის კომპიუტერების შექმნაზე დიდი გავლენა მოახდინა. ამბობენ, რომ ადელმა სტივ ჯობსისთვის Smalltalk-ის ჩვენება სამზარეულოს მთლიანად გადაცემაში ადარა. ალბათ მართალიც იყო. მისმა და მისი გუნდის იდეებმა საფუძველი ჩაუყარა გრაფიკული მომხმარებლის ინტერფეისებს, რომელსაც დღეს ყოველდღიურად ვიყენებთ. რადია პერლმანი, ინტერნეტის დედა. რადია პერლმანი მეტსახელად ინტერნეტის დედად არის ცნობილი. მის მიერ შექმნილი ალგორითმი Spanning Tree პროტოკოლისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა დღევანდელი ინტერნეტის არსებობისთვის. მისმა საქმიანობამ დიდი გავლენა მოახდინა იმაზე, თუ როგორ თვითორგანიზდებიან ქსელები, როგორ გადააქვთ მონაცემები და როგორ ჩამოყალიბდა ინტერნეტ ტრაფიკის საბაზისო წესები. რადია მსოფლიოს მასშტაბით კითხულობდა მთავარ მოხსენებებს და კვლავაც მუშაობს პროგრამისტად და ინჟინრად Dell EMC-ში.